მე ღმრთისგან კურთხეული მეფე ვარ. ის, ვინც დრომ ვერ შეაჩერა და მტერმა ვერ გატეხა. 16 წლის ავედი სამეფო ტახტზე. ჩემი ქვეყანა იმ დროს დაჩოქებული იყო, ჩემი ხალხი დამძიმებული უცხო ძალის უღელით, თუმცა მისი სული ჯერ კიდევ ცოცხლობდა. 26 წლისა უარი უთხარი თურქებს ხარკის გადახტაზე. ეს არ იყო მხოლოდ გადასახადის შეწყვეტა, ეს იყო შიშის დამარცხება. ეს იყო პირველი ხმალი, რომელიც მონობის ჯაჯუს შევახე. 27 წლისა სელჩუკთა ჩრდილი გალფანტე ქვეყნიდან და ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო საქართველოს თავისუფლების გემო. 39 წლის ასაკში კახეთ-ჰერეთი დაუბრუნე ერთიან სხეულს, რადგან ქვეყანა მხოლოდ მიწა არაა, ის არის ერთობა, რწმენა და მომავლის იმედი. 31 წლისა ეკლესია განწმინდე უღირსი პირებისგან, რათა სარწმუნოება ყოფილიყო არა ძალაუფლების იარაღი, არამედ სიმართლისა და სინათლის წყარო. 32 წლის ასაკში შეუქმენი ჯარი, არა უბრალოდ მებრძოლები, არამედ სამშობლოსთვის გულანთებული ხალხი. ყივჩაღნი მოვიწვიე, რათა ძალა და გონიერება ერთხეულად მეკცია. დავამკვიდრე მსტოვართა ქსელი, რადგან მეფე უნდა იცნობდეს არა მხოლოდ ბრძოლის ხმას, არამედ ფარული საფრთხის ჭრილსაც. 33 წლისამ განათლების ჩირაღდანი ავანთე. ავაშენე იყალთოსა და გელათის აკადემიები, სადაც სიტყვა ხმალზე ძლიერია და ცოდნა გამარჯვება. 34 წლისამ სამართალი განვამტკიცე, რადგან სახელმწიფო არ დგას მხოლოდ ხმლით, არამედ სამართლით, რომელიც ხალხს აერთიანებს. და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ბრძოლითა და გონიერებით ქვეყანა გავათავისუფლე თურქ-სელჩუკთა უღლისგან, გავაფართოვე მისი საზღვრები და დავაბრუნე ღირსება. 48 წლისამ მოვიგე დიდგორი, დღე, როდესაც მზე საქართველოზე სხვაგვარად ამოვიდა, როდესაც მცირე ლაშქარმა ურდო დაამარცხა, რადგან ჩვენი ძალა რწმენაში იყო და არა რიცხვში. 59 წლის ასაკში თბილისი დავიბრუნე, ქალაქი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ელოდა დაბრუნებას და კვლავ გახდა ჩვენი ქვეყნის გული. 51 წლისამ დმანისიც გავათავისუფლე, უკანასკნელი ბორკილიც მოხსენი ჩემს სამშობლოს და მაშინ შეიქმნა სახელმწიფო, ნიკოფსიიდან დარუბანდის ზღვამდე, ოვსეთიდან სოერად და არგეწამდე, ძლიერი, ერთიანი და ამაგი, იმიტომ რომ მე ვარ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეუფე, მაგრამ ყველაზე მეტად მე ვარ მეფე ჩემი ხალხისა, რომელმაც შეძლო წამოდგომა და თავისუფლება დაიბრუნა. ხალხი, რომელიც არასდროს დაიჩოქებს, ხალხი, რომელსაც ვერავინ გატეხს, ხალხი, რომელიც ფერფლიდანაც აღდგება, ხალხი, რომელმაც მშვამე, დავით მეოთხე, აღმაშენებელი. დავიწყეთ ახალი პროექტი. გააცოცხლეს საქართველოს ისტორია. ეს გახლავთ მხატვრულ დოკუმენტური სერიალი, სადაც იხილავთ ეკრანზე გაცოცხლებულ ჩვენს დიდ მეფეებსა და გმირწინაბრებს, აღმავლობისა და ძნელბედობის ეპოქებს. სერიალი დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაში. თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიდ წამოწყებაში. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ საქართველოს ისტორიის გავრცელებაში, ანგარიშის ნომერი იხილეთ კომენტარებში ან გვერდის აღწერაში. ერთად გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია.